არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების ერთ-ერთი დამფუძნებელი არჩილ კაიკაციშვილი ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის დაბა ჩაქვში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს. არის თუ არა რეალურად ელგუჯა ბაგრატიონი ჯგუფურ დანაშაულში ბრალდებული და რაც აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში. სამართლიანია თუ არა ადვოკატების მოთხოვნა, მხარეთა პოზიციები ქეთი ჭყონია მოისმინა. Უმართეთ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს ელგუჯა ბაგრატიონს, რათა გამოიჩინოს პრინციპული დამოკიდებულება და პირადი განცხადების საფუძველზე მიიღოს თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების ერთ-ერთ დამფუძნებელს ამ განცხადების გაკეთების საფუძველს როგორც თავად განმარტავს 10 წლის წინ ელგუჯა ბაგრატიონის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე აძლევს. არჩილ კაიკაციშვილს დასტურად ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი მოყავს. ამბობს, რომ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი ხშირად უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდა. კაიკაციშვილი ბაგრატიონის მიერ 2010-2013 წლებში პრემიის სახით მიღებულ 35860 ლარზე საუბრობს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 21 თებერვლის განჩინებით ელგუჯა ბაგრატიონი დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურ დანაშაულში ძალადობით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული სულ 5 ავტომობილის გატაცების ფაქტზე. საქმეზე სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა, რომ ელგუჯა ბაგრატიონი წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, აღიარებდა და ინანიებდა ჩადენილ დანაშაულს და 3 წლის თავისუფლების აღკვეთა შეიცვალა 1 წლის ვადით. საკითხთან დაკავშირებით ელგუჯა ბაგრატიონმა კომენტარი არ გააკეთა, რაც შეეხება თანაგუნდელებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ეს არის უსუსური განცხადება და ხელისუფლების მიერ ძლიერი კონკურენტის მოსაშორებლად წამოწყებული კამპანია. დაანებონ ასეთ პიროვნულ სიბინძურეებს თავი და შეურაცხყოფას. ამით მათ აყენებენ შეურაცხყოფას თითოეულ ქობულეთას იმ ადამიანებს, ვინც იცნობს პიროვნულად გუჯა ბაგრატიონს, ვინც იცის რა გაუკეთებია მას ამ რეგიონისთვის, ხოლო იმ ადამიანებს მოუწოდებდი, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს, დაანებოს თავი, დროებით გამოყენება იყენებს მათ ხელისუფლება დღეს და ჯობს რომ მიხედონ თავით საადვოკატო საქმიანობას, ვდილობენ ისინი, რომ როგორმე მოახდინონ რეაგირება ჩვენს მაჟორიტარებზე და განსაკუთრებით სიის პირველ ნომერზე, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის რეზო ხარაზის განცხადებას კოალიცია ქართულ ოცნებაში პასუხობენ. ქობულეთში მართველი გუნდის სიის პირველი ნომრი სულხან ოქროპირიძის განმარტებით მესამე სექტორის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქართულ ოცნებასთან საერთო არაფერი აქვს. რაც შეეხება ბატონ რეზო ხარაზის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით თითქოს დღევანდელი განცხადება, რომელიც ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციამ გააკეთა, ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას არავითარი კავშირი არ გააჩნია. ჩვენ ვფიქრობთ და ვცდილობთ, რომ ყველა პროცესი საარჩევნო პერიოდში იყოს ძალიან თავისუფალი და დემოკრატიული. ელგუჯა ბაგრატიონის კანონმდებლობის თანახმად არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ეზღუდება, აცხადებენ ქობულეთის 91 საარჩევნო ოლქში. გელა ხახნელიძის განმარტებით არჩევნებში μονაწილეობის უფლება ეკრძალება პირს, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ან სასამართლომ ქმედ უნაროდ ცნო. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს მოქალაქეს, რომელსაც სასამართლო ცნობს ქმედით უნაროდ, ამ სასამართლოს განაჩენით იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. გარდა იმ პირებისა, რომლებსაც აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშაული ჩადენილი. და რაც შეეხება ელგუჯა ბაგრატიონის ფაქტორს, ჩვენ არ გვაქვს იმის კომპეტენცია, რომ ჩავერიოთ. ელგუჯა ბაგრატიონი თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად კენჭს დაბა ჩაქვში იყვის. რაც შეეხება ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას, იგი ამ პოსტზე 2012 წლის ოქტომბრიდან მუშაობს. 2010 წლიდან 2012 წლამდე კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.